მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა გამოვიდა საჩვენო ამინდი, მზემ გამოანათა. მე ვინც მიყურებდით იცით რომ არც თოვლში წვიმაში ქარში არ გავჩერებულ ვარ, ჩემი ბაიკი არ გამიჩერებია, მაგრამ ეს ამინდი ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე რა თქმა უნდა სიცივეში და ერთი სული მაქვს ეხლა გავიდე მოკლედ და გავიკატავ ჩემი ბაიკით, მაგრამ ამდენი ხანი გავიდა უკვე, რაც დავდივარ და ზეთის შეცვლას უგადამავიწყდა. ეხლა მაქვს ზეთის შესაძლებელი და მინდა პროფილაქტიკაში გავიდე. ცოტა დავასერვისო ჩემი მოტოციკლეტი უკვე, იმიტომ რომ სეზონი მოდის და უფრო ბევრი სიარული მომიწევს, უფრო შორ გზებზე დავიწყებ სიარულს და მაგ ყველაფრისთვის მინდა რომ მზად ვყავდეს ჩემი ლამაზი გოგონა. ასე რომ ეხლა წავალთ მოტო ლაგუნაში და გაჩვენებთ როგორ ხდება ზეთის შეცვლა, ასევე სამუხრუჭე ხუნდები შევიძინე პიტსტოპში. ამასაც შევცვლი, ამასაც გაჩვენებთ როგორ ხდება და კიდევ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე გავცემ პასუხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეკითხებით ხოლმე, რამდენზე უნდა გაიწმინდოს ცეპი, ზეთი როდის უნდა შეიცვალოს და ასე შემდეგ და ბაიკის მოვლასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე მოტო ლაგუნას ბიჭებთან ერთად გაგცემთ პასუხს. ეხლა კი წავედით. ახლა დავიძარი პიტსტოპიდან, მივდივარ მოტო ლაგუნასკენ, მაგრამ გზად საწვავს ჩავასხავ სოკარზე. შეგახსენებთ, რომ ჩემი სპონსორია სოკარი და მადლობას ვუხდი ამისთვის. რაც შეეხება მოტო ლაგუნას, ვინც ჯერ კიდევ არ იცით, გადავიდნენ ახალ ლოკაციაზე, ახალი სპორტის სასახლის უკანა მხარეს და ეხლა მივალთ გზასაც გაჩვენებთ, როგორ მარტივად შეგიძლიათ მიაგნოთ და იქ მოტო ლაგუნას ბიჭებთან ერთად გაგცემთ ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩემი ოცნების ასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ზაფხულში ვაპირებ ევროტურს, მოტოციკლეტით, იტალიაში უნდა წავიდე, წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება, ერთი სული მაქვს, მაგ ყველაფერს როდის ვიზავ და ჩემთვის იქნება ყველაზე დაუვიწყარი პერიოდი ალბათ. და მაგისთვისაც ეხლა ნელ-ნელა ვემზადები, მოტოციკლი მინდა რომ სულ წყობში მყავდეს, უფრო კარგად შევიცნო ამ იქამდე, რომ ვიცოდე დეტალურად რა ჭირს, რა აწუხებს, რა ულხინს და მაგ ყველაფრისთვის ვემზადები, როგორც მოტოციკლს ვემზადებ, ასევე მე ვემზადები სულიერად, იმიტომ რომ მთელი 2 კვირის განმავლობაში მომიწევს გზაში ყოფნა. დღეში დაახლოებით 500-600 კილომეტრი უნდა გავიარო. ნუ რთული იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იქნება და ამ ყველაფერშიც სოკარი მიდგას გვერდში, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ნახოთ თუ კიდე გამოჩნდა სხვა კომპანია, რომელიც ამ ჩემ გიჟურ იდეას მოიწონებს და გვერდში დაგვიდგება, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ მარტივი ამბავი არ არის 2 კვირა გზაში ყოფნა, 2 კვირის განმავლობაში სულ მოტოციკლით სიარული, სულ გარეთ ჭამა, სხვადასხვა ადგილებზე დარჩენა, წინასწარ არ მეცოდინება სად მომიწევს დარჩენა, რა თქმა უნდა რთული არის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებადია. მთავარია მონდომება და ძალიან მონდომებული ვარ ამ ყველაფრისთვის და ნახოთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ წინ ძალიან მაგარი და გიჟური ვიდეოები გელოდებათ და რომ არ გამოგჩეთ, ასევე გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მადლობას გიხდით კომენტარებში გამხნევებისთვის მართლა და რჩევებს რომ მიწერთ ხოლმე, ვცდილობ გავითვალისწინო და მაგისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ეს ადგილი მე მგონი ყველა ბაიკერმა იცით ხო, მარცხენა მხარეს არის კოფეინი და ამ ადგილს როგორც კი ჩამოცდებით, აქ მარჯვნივ აუხვევთ ახალი სპორტის სასახლის მიმართულებისკენ და ზუსტად იქ არის მოტო ლაგუნა, გაჩვენებთ ზუსტად რა ადგილასაც მივდივართ. უკვე დიდი ხანია, რაც მოტო ლაგუნაში დავდივარ, ჩემი მოტოციკლეტი 5 თითივითიციანი, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მათი თაშლილი და აწყობილია და ნებისმიერ რამეზე, როცა რამ მჭირდება, მათთან მივდივარ ხოლმე, იმიტომ რომ არიან თავის საქმის პროფესიონალები, ძალიან კარგად, სწრაფად, მარტივად აკეთებენ ყველაფერს და ნუ ძალიან კმაყოფილი ვარ.
ბევრმა მკითხა სად დაკავს მოტოციკლეტის სერვისეო და რავი ყველას მოტოლაგუნაშს გირჩევთ ხოლმე და ეხლა უკვე ახალ ლოკაციაზე რო არიან მივიდეთ და ადგილზე გაჩვენებთ ადგილსაც როგორი სიტუაცია მაგასაც გაჩვენებთ და ზეთის შეცვლა და ხუნდების შეცვლა როგორ ხდება მაგასაც გაჩვენებთ. ასევე შეგვიძლია ერთი ესეთი რუბრიკა მოვაწყოთ. ჩამოწერეთ რა კითხვები გექნებათ მოტოციკლებთან დაკავშირებით და ერთი ვიდეო კიდე შეგვიძლია მოტოლაგუნაში გადავიღოთ და ამ ყველა კითხვაზე გვიპასუხებენ. თქვენ იგივეს ნუ გაიმეორებთ. მოვედით ამასობაში ახალ სპორტის სასახლესთან და უკანა მხარეს უნდა გადავიდეთ ახლა სპორტის სასახლეს. შემოვლით გზას გაჩვენებთ როგორ ხდება. მოკლედ ცოტათი როგორც კი გაცდებით სპორტის სასახლეს, აქ არის მარჯვენა შესახვევი. აქ შევალთ. აქ უკვე გზას მიუყვებით, სადაც მიდის გზა, იქით წავალთ. და აქედან უკვე პირდაპირ გაუყვებით გზას და ძალიან ახლოს ზუსტად სპორტის სასახლის უკან მივადგებით ახლა მოტოლაგუნას. მოვედით. შევიდეთ და გაჩვენებთ რა ხდება შიგნით. სალამი, როგორ ხარ? არამიშის. აი ეს არის ჩვენი ახალი ლოკაცია, ესე გამოიყურება. სალამი გიო, კარგად, შე როგორ ხარ? მიდის მუშაობა? რა აწუხებს ამას? ძალიან ლამაზი გარემოა, სისუფთავეა, რაც თავარია და ძალიან კარგი ხედებიც გვაქვს სხვათა შორის, აქ რო ელოდები არ მოიწყენა დაათვალიერებ. აქ დაბლა კეთდება მოსაცდელი, ხო, სადაც შეიძლება რომ დაჯდეს ადამიანი. ესე გიო ამაზე დამჭირდება ზეთის შეცვლა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები მაქვს მოტანილი და ეგაც რო შევცვალოთ. ეხლა სანო გიორგი გაამზადებს ზეთს და ბაიქს დააყენებს, ამასობაში ჩვენ ავალთ დაგათვალიერებინებთ როგორი ვერანდა კეთდება აქ, რომ როდესაც მოტოციკლს მოიყვანთ გასაკეთებლად, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, ხედებით დატკბეთ. აქ იგეგმება კაფე რო გაკეთდეს და შეგიძლიათ ამასობაში დასხრეთ ყავა დალიოთ, დაელოდოთ, დაისვენოთ, ვიდეოებს უყუროთ. ეხლა მოვედით ვერანდაზე, გაჩვენებთ როგორი ადგილია, რა სილამაზეა და როგორი ხედებია დაგათვალიერებინებთ. ბატონო დირექტორო. მოჩხელ შაირეს ხოს. მე მგონი სიმპათიურად გამოიყურება, რა? ძალიან კარგად გამოიყურება ყველაფერი. მოკლედ, აქაც იქნება მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი, რა. დადგება მზის ქოლგები, პუფები, ჩვეულებრივ ლაუნჯ ზონა იქნება, ესე ვთქვათ, რა. მანამ თქვენი
ერთგული მოტოციკლეტები კეთდება და დაბლა კი გვექნება კაფე-ბარი, რომელსაც სულ 2 წამში განახებთ. დაბლა იქნება კაფე, ეხლა ჩავდივართ, დაგათვალიერებინებთ, სადაც სულ მალე გამზადდება და ზაფხულში უკვე რო ამოხვალთ სიგრილეში კომფორტულად დასხდებით და დაელოდებით, სანამ თქვენი მოტოციკლეტი გაკეთდება. აქაც ესე გამოიყურება, აქ ბევრი რაღაც გალამაზდება და გაკეთდება. ცოტა შიგნით ჯერჯერობით არეულობა დალაგების პროცესში ვართ და რემონტის პროცესში ვართ, მაგრამ რაც თავარია სერვისი მოქმედებს უკვე და სერვისში შეგიძლიათ მოხვიდეთ და დაასერვისოთ თქვენი მოტოციკლეტები. ჯერი, მოდია. ესეც ჩვენი ერთგული ჯერი. ჯეკუნა, იქით გაიხედე გოგო. ჯერი. მოკლედ, აქ იქნება ჩვეულებრივ ეზოშიც მოსასვენებელი წერტილი და აქედან შეგვიძლია დავინახოთ გაბრიელ თვითონ მასშტაბი რა შენობის რეალურად 4 სართული გამოვიდა, მე-4 ვერანდა არის რეალურად რა. ნახოთ რა შვება შენი მოტოციკლეტი? წავედით. კითხვები, რომელიც არ უნდა დაუსვათ ხელოსანს მუშაობის დროს. მაგის მოხსნა აუცილებელია? ეგ უეჭველი იცი რომ ეგრე უნდა? ჯერ ეგ უნდა მოიხსნას? მალე იქნება? ეგ უეჭველი მოსახსნელია? დაახლოებით რამდენი წუთში იქნება? ეგ გიშლი და? მოგეხმარო გინდა? მან ზუსტაჭკებია, ხო? 10 წუთში მოვასწრებთ? ზეთის შეცვლა არის 2 ფაქტორზე დამოკიდებული. რა მოტოციკლეტით დავდივართ და რა რეჟიმში დავდივართ. ვცვლით დაახლოებით სპორტებზე 3.5-4.000 მაქსიმუმი და რატომ? ავიღოთ მანქანის ძრავი, ავიღოთ მოტოციკლეტის ძრავი. მანქანის ძრავის ბრუნი საშუალოდ ქალაქში გადაადგილებისას არის 2000-დან 3000 ბრუნამდე. მოტოციკლეტის ძრავი ამ შემთხვევაში სპორტის ბრუნავს დაახლოებით 12000-დან 15000 ბრუნამდე. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 5-ჯერ მეტი აქვს დატვირთვა ამ ძრავს. შესაბამისად 5-ჯერ მეტი ცვეთა არის ძრავში. და რაც შეეხება იმას, ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ამაში შიგნით არის ბევრად უფრო მეტი ცვეთადი დეტალი, როგორიც არის მაგალითად გადაცემათა კოლოფი და ცეპლენია. მანქანის ძრავში ეს ყველაფერი არ არის. იმიტომ რომ ამაში ყველაფერი გაერთიანებულია. აქედან გამომდინარე, ცვეთა მეტი აქვს, ჭუჭყი მეტი აქვს და ჯობია რომ ადრე შევცვალოთ 3000-დან 4000 კილომეტრამდე სპორტებზე. ჰარლი დევიდსონის შემთხვევაში იქ ყველაფერი ცალ-ცალკე არის. ცეპლენიაც, კოლოფიც და ძრავიც ცალკე არის ზეთები და ბრუნიც მოტოციკლეტის არის მაქსიმალური 5000 ბრუნი და აქედან გამომდინარე დაახლოებით 5000 კილომეტრი რო იაროს ჰარლის ზეთმა ვაფშე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. დაჯექი 5-იანი. ცეპი რეკომენდირებულიც ესე თქვა ცოტა ისეთი ნათქვამი არის გადამეტებული. უნდა შეხედოს თვითონ მეპატრონემ, როდესაც დაიწყებს უკვე დასვრას, ფერი შეეცვლება, გაშავდება და პირველ რიგში აგერ მოდი შეგახედებ. ამას ქვია ლინკები. ამ ადგილას ქვია ლინკები. ესენი ერთმანეთში დადის. როდესაც იწყებს აი მაგალითად აი ესეთი ფორმით იქნება წარმოდგენილი თქვენი ჯაჭვი, ეს უკვე იმას მიანიშნებს, რომ შესაძლებელია რა. ანუ რა გამოდის ჩემი ცეპი შესაძლებელი? არა, შენი არ არის, ანუ ესე არის, ეს შენი სწორი არის რა, ამ შემთხვევაში კარგი არის, მაგრამ არის ხოლმე რომ ეს კიბე-კიბე არის რა, ჯაჭვები და ეგ იმას მიანიშნებს, რომ შესაძლებელია რა. ქარხნული ჯაჭვები დაახლოებით 10000, 15000 სწორი ექსპლუატაციით გადის, შეიძლება 20000-იც გაატარო რა. საბურავი როგორ უნდა მივაქციოთ საბურავის ყურადღება, როდესაც საბურავის გეომეტრიას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნუ აქედან გამომდინარე სწრაფი გადაადგილების რეჟიმი არ გვაქვს ჩვენ ქალაქში, ხო? უმეტესწილად ყველა დადის აი როგორც აქ უყურებთ კვალს, აი და ასეთი დიაპაზონით არის ხოლმე ნასიარულები საბურავი და ბრტყელდება. უკანა საბურავმა იცის გაბრტყელება და წინა საბურავმა იცის ესეთი რომბისებური ფორმის მიღება, ეს სამკუთხედს იღებს ხოლმე რა. და გეომეტრია ირღვევა საბურავის, მანევრი იკარგება და
გადაადგილებაც არაკომფორტული ხდება. ამასობაში დაიშალა ჩემი მოტოციკლი და უკვე ესეთი უნდა მოუშვათ. ესეთის ბოლტი, რომ ესეთი ჩამოუშვათ. ძველი ესეთი და ჩაისხმევა უკვე ახალი. აქ თუ დააგვირდები ახლა აქვს მაგნიტი რა, თვითონ ბოლტს რა. საერთოდ გადაცემათა კოლოფში მეტალის კბილანებია რა, ესე რო გითხრა, რომელიც ცვეთადია რა, ჩვეულებრივად ცვეთადი დეტალებია რა. შესაბამისად ეს ცვეთადი დეტალები, როდესაც ზეთის გამოშვების დროს მოდის მაგნიტზე იკრავს რა, რო არ გაიყოლოს სხვაგან რა, ესე რო ვთქვათ, ზეთის насосმა რო არ აიტანოს, მაგნიტი იკრავს და შესაბამისად წმინდავთ მე ახალი. ეხლა აქვს მიკრული მაგნიტი. კი, აი მაგნიტი არის მიკრული, ნახე, ძალიან მცირედი, ხა ცოტა უხეშად ჩანს შეიძლება, მაგრამ ძალიან მცირედი რა და ხო ჭუჭყიანია რა თან და მაგიტო ჩანს ეგ. გაიწმინდება ჩვეულებრივ ახალი დაუყენდება თვითონ შაივა, ასე რომ ვთქვათ და ბოლტით აღენდება ახალი. ჩავასხავთ ახალ ზეთს და ფილტრს შევცვლით. ზეთი შევცვალეთ უკვე და ეხლა იწყება სამუხრუჭო ხუნდების შეცვალა და თან გიო მითხრა რომ ხუნდები უნდა შევცვალო ისე რომ სუპორტი არ მოხსნაო და ნახოთ ეხლა რას შეძლებს და როგორ გააკეთებს. შეუძლებელი არ არის. ჩვეულებრივი მომენტია ესე იწვია. სამუხრუჭო ხუნდები. ავადკებიც ჩამოწვევა. მალული შესაძლებელია უკვე. რა მდგომარეობაშია ხუნდები კი ხედავთ და გარეთ ცოტა კი მოასწრო. მაგრამ არა უშუალოდ დაზიანებით არ დააზიანებთ. და ეხლა დავაყენებთ ახალ ხუნდებს. დავასრულოთ უკვე ყველაფრის გაკეთება და უკვე თამამად შემიძლია გავიდე საკატაოდ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მოტოლაგუნას გუნდს ესეთი პროფესიონალიზმისთვის, ესე სწრაფად და მარტივად რო შეცვალეს ყველაფერი და ძალიან დიდი კომფორტია მართლა, იქნება სამომავლოდ უბრალოდ ძალიან დიდი კომფორტი, როდესაც პუში ჩაჯდები შენთვის ყავას დალევ და ისე შეგიცვლიან ყველაფერს რაც არის გასაკეთებელი, რომ ვერც კი გაიგებთ ისე მალე გავადრო. ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ მოტოლაგუნას, მისამართი უკვე იცით. ლევან ალექსიძის შესახვევი ნომერი 40 ზუსტად სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. აბა დროებით.